Express News-ი ჟურნალისტი თეონა ნოზაძე. ბატონო ირაკლი, 2013 წლის 16 სექტემბრის ნომერ 200 დადგენილების თანახმად იმ ადამიანებს და მათ შორის ომის ვეტერანებსაც, რომლებიც დასაქმებულები არიან, შეუწყდათ სოციალური პაკეტი 22 ლარის ოდენობით. ამავე დადგენილების საფუძველზე მათ მთავრობას თხოვს, რომ სექტემბრის შემდეგ დარიგებული თანხები დააბრუნონ უკან. ამისათვის მათ დრო ჰქონდათ მიცემული 15 იანვრამდე. მაინტერესებს, რამდენად კანონიერი არის მთავრობის მოთხოვნა თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით და ცოტა უხერხული ხომ არ არის ამ მოთხოვნის წაყენება მაშინ, როდესაც თქვენმა მთავრობამ შეიძლება დააკონკრეტეთ თუ შეიძლება აი შემიძლია განახოთ აქ მაქვს ეს წერილი, რომელიც ომის წელებზე არის საუბარი. აბა გვაჩვენეთ თუ შეიძლება. კი ბატონო, ბოგდან. ანუ სექტემბრის შემდეგ დარიგებული თანხები სამისთვის უნდა დააბრუნონ უკან. და ვინ უნდა დააბრუნოს? აი ამ ვისაც ჩაერიცხა ომის ვეტერანს. რატომ? ხო და ეგ გვაინტერესებს რატომ? იმიტომ რომ დასაქმებულები არიან. აქ მათ აქ წერია რომ დასაქმებულები არიან და ამიტომ უნდა თურმე აქამდე არ იცოდნენ რომ დასაქმებული იყო. არ ვიცი, ეს კონკრეტული საკითხი ამას გავარკვევთ, პრობლემა არ არის. მე გეტყვით ახლა რა ხო მაინტერესებს, მაგიტომ კონკრეტულ შემთხვევაზე პრემიერი ვერ ისაუბრებს, გავარკვევთ. ამას გავარკვევთ თავის. თუმცა არსებობს ჯანოთვის სამი, ჩვენ ყავს საუკეთესო ჯანოთვის მინისტრი. ბატონი სერგეენკო. სერგეენკოზე მზრუნველი მინისტრი არ ყოლია, ჯანოთვის არ ყოლია ასეთი მინისტრი, არასოდეს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე დაიწყო ბატონმა სერგეენკომ ამ საკითხის შესწავლა და ჩვენ ამას დამატებით დეტალებს მივაზვით. და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება პასუხისმგებელი. კი ბატონო, პრობლემა არის. აქვე ჯანოთს შევეხედა, მე მინდა რომ მოკლედ გითხრათ და შეგახსენოთ რა აღონიზებები იქნება გატარებული წლის განმავლობაში და რა კეთდება. კერძოდ რაც შეეხება იგივე ომის ვეტერანებს, 1 იანვრიდან 500 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია დაინიშნება საერთაშორისო ოპერაციების განხორციელების და გარდაცვალების სამხედროთა ოჯახის წევრებს. ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავისუფლების დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილი ოჯახის წევრებს. ასე რომ ჩვენ მართულებით არათუ ვინმეს უკან ვაბრუნებთ თანხებს პირიქით. წელს პირველად სახელმწიფომ დაიწყო დაფინანსება და ამ ოჯახის წევრებს უხდით 500 ლარიან კომპენსაციას. ასევე ჩემთვის მაგალითად გაუგებარია. ამას გავარკვევთ. რომ უკვე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხს სწავლობენ, როგორც წესი არ გაიცემა ერთად ხელფასი. ეს შეიძლება რაღაც ხარვეზია უბრალოდ რომელიღაც კონკრეტულად. 60 პირადად მაგ ადამიანს 66 ლარი აქვს უკან დასაბრუნებელი. გუშინ ამოეწურა 66 ლარი აქვს დასაბრუნებელი. ისიც მაინტერესებდა. რაღაც ტექნიკური პრობლემა იქნება. გაუგებარებ ამას გაარკვევენ და არავის გარწმუნებთ რომ არავის არ ჩამოვართვით არაფერს. პირიქით. ეს დადგენილება მივიდა მაგით. რადგან ბოლო არს დავასრულებ